საქართველოს ტერიტორიაზე რომ უძველესი დროიდან ცხოვრობენ ადამიანები, ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. გაეცანით საქართველოს უცნობ და მისტიურ ისტორიასთან დაკავშირებით ისტორიკოსების, მკვლევრებისა და მეცნიერთა მოსაზრებებს არქეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ თეიმურაზ ბიბილურის საავტორო გადაცემაში ქართული ფესვები. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე ყოველ ორშაბათს დღის 11 საათზე და განმეორებით პარასკევს საღამოს 11 საათზე. ქართული ფესვები. საქართველოს მრავალსაუკუნოვანი არსებობის მანძილზე არაერთი მეფე და მმართველი ჰყოლია, რომელთაც გარკვეული კვალი დატოვეს ქვეყნის განვითარების ისტორიაში. რიგ შემთხვევაში დადებითი, რიგ შემთხვევაში უარყოფითი, რიგ შემთხვევაში არაფრის მთქმელი მმართველობა ჰქონდათ. აი იმ დიდებულ სახელთა შორის, რომელთაც ნათელი კვალი დატოვეს ქვეყნის ისტორიაში, მის არსებობაში შეუქმნეს გარკვეული საფუძვლები, იყო ისეთი სახელები, როგორებიც არიან დაუშვათ ფარსმან ქველი, ამაზასპი, ვახტანგ პირველი გორგასალი, ბაგრატი, საქართველოს გამართიანებელი ერთ-ერთი, დავით მეოთხე აღმაშენებელი, თამარ მეფე, დავით მესამე, გიორგი მესამე, გიორგი ბრწყინვალე და ასე შემდეგ. და იმ დიდებულ სახელთა შორითაც კი არ ფრთალდება ფარნავაზის, საქართველოს პირველი მეფის სახელი. ზოგიერთი მკვლევარის აზრით, რომლებიც ეყრდნობიან მოქცევაი ქართლის მონაცემებს, პირველი მეფე იყო აზო, იგივე აზონი. შესაძლოა ესეა, შეიძლება ეს მართლაც არ არის საფუძველს მოკლებული მსჯელობა, მაგრამ აზო იყო ქართლის, იგივე ბერძნული წყაროების იბერიის პირველი მეფე, დავუშვათ. ხოლო ფარნავაზი იყო ერთიანი საქართველოს პირველი მეფე. და ეს მართლაც ესეა და ამას წყალი არ გაუვა. ფარნავაზი მამულით, როგორც ჩვენ წყარო გვეუბნება ლეონტი მროველი, მამულით, ანუ მამით იყო ქართლელი, ხოლო დედის სპარსი ასპანელი. თან უბრალოდ ქართლელი არ ყოფილა, ის იყო ქართლოსიანთა პირდაპირ შთამომავალი, ცხეთოსის ძის და ასე შემდეგ. ბიძამისი მამის ძმა იყო ცხეთის მამასახლისი, ფაქტობრივად ქართლის მმართველი. ბიძაც და მამაც მზაკრულად მოაკვლევინა აზო, რომელსაც როგორც ზემოთ ვთქვით, ქართლის პირველ მეფედ რაცხავს მკვლევართა ნაწილი. გადაწყდა საოჯახო თათბირზე, რომ ღრმა ფარნავაზი გაერიდებინათ საფრთხისათვის და გაეხიზნათ დედულეთში, ანუ სპარსეთში. მაგრამ ბედის და გამოისობით ზუსტად იმ ღამეს, წინაღამეს, წასვლის წინაღამეს, ფარნავაზმა ნახა სიზმარი, საკმაოდ უცნაური. რომლის მოკლე შინაარსი ესეთია: ფარნავაზი იმყოფება დახშულ რაღაც შენობაში, უკაცრიელ შენობაში, საიდანაც ლამობს გამოსვლას, მაგრამ ვერ გამოდის. და აი როგორ გვეუბნება ახლა ამას შემდეგ წყარო. ხსნელად მოევლინა მზისხივი, რომელიც სარკმლიდან შემოვიდა. მოერთხა წელთა მისთა და განიზიდა და განიყვანა სარკმელსა მას და ვითარ განვიდა ველად, იხილა მზე ქვემ დაბლად, მიჰყო ხელი მისი, მოხოცა ცუარი პირსა მზისასა და იცხო პირსა მისსა. რა შემდგომარეობს ამ სიზმრის არსი? სიზმრისა მე ვიტყოდი მეტად ხილვის არსი. ამბის ახსნა დევს ლეონტი მროველის მიერ მოცემულ შემდგომ პასაჟში, რომელშიც გამოცემულია დიღმის ველზე, ფარნავაზის მიერ ირემზე ნადირობა, ნადირობისას გამოქვაბულის მიგნება, ამ გამოქვაბულში აურაცხელი განძის ნახვა და ასე შემდეგ. ყველაფერი ეს სიზმარში მზის მეშვეობით დახშული სივრციდან ფარნავაზის დახსნის ამბავი, ირემზე ნადირობა და განძის პოვნა, განეკუთვნება ეგრეთ წოდებული მოარული მითების ამბავს და ვთქვათ ესე, მასივს, კატეგორიას. და ძალზე კარგადაა ცნობილი. ამ მოვლენების შესახებ საუბარი მექნება სათანადო გადაცემათა ციკლში, რომელიც მიეძღვნება ქართველთა უძველესი რწმენა წარმოდგენებს, მათ რელიგიურ სამხედროობას და ასე შემდეგ. კიდევ ვიძახი, ამას მიეძღვნება გადაცემათა სპეციალური ციკლი და ეს იქნება უწყვეტი საუბარი ქართველთა უძველესი რწმენა წარმოდგენებისა, ვიდრე ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამდე. ახლა კი ვთქვათ ის, რომ ფარნავაზი იყენებს ღვთისმოძებულ საჩუქარს, ანუ აურაცხელ განძს, აზოს წინააღმდეგ საბრძოლველად. მაგრამ ცხადია მარტო ამ ბრძოლაში უძლური იქნებოდა და იგი მოკავშირედ იხდის ქუჯის, ეგრისის მმართველს. ქუჯის თანხმდება ამ მოკავშირეობაზე ცხადია, მაგრამ აქ მეტად მნიშვნელოვანია ის თუ რა პოზიციას იკავებს ქუჯი და რა სიტყვებით მიმართავს იგი ფარნავაზს.
შენ ხარ შვილი თავთა მათთა ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა ჩემი შენ ხარ უფალი ჩემი და მე ვარ მონა შენი აქ ნათლად გამოკრთა გამოჩნდა ქუჯი როგორც დიდი პოლიტიკოსი და რას თორესია ერისკაცი რომელმაც პირად ამბიციებზე მაღლა საკუთარ მეზე მაღლა დააყენა ქვეყნის ინტერესები ფაქტურად დამოუკიდებელი პროვინციის ქვეყნის მმართველი ნებაყოფილობით ექვემდებარება ფარნავაზს და ამით საფუძველი ჩაეყარა ერთიანი საქართველოს შექმნას. ასე იწყება ამბავი საქართველოს სახელმწიფოსი, რომლის სათავეშიც, როგორც ვთქვი, მართლაც გენიალური პიროვნება იდგა. შეიძლება ითქვას, გენიალურ პიროვნებათა ტანდემი იდგა. ფარნავაზმა შენურად გამოიყენა აზოვსთან საბრძოლველად იმიერკავკასიასთან დამოკავშირებული უღელტეხილები და გაუხსნა გზა ალანებს, ავარებს და ცხოვრებს სხვა ხალხებს, მომთაბარე ხალხებს, ზურძუკებს და ასე შემდეგ. სხვადასხვა აი ამ მეთოდს მომდევნო საუკუნეებში არაერთ გზის იყენებდნენ სხვა ქართველი მეფეების და საკმაოდ წარმატებითაც. პარალელურად ფარნავაზი ახერხებს განხეთქილების შეტანას აზოს ჯარში და 1000 რჩეული მხედარი, ხასუსო მხედარი, ან გვარდია ფაქტობრივად გადმოდის ფარნავაზის მხარეს. აზოს სრული დამარცხების შემდეგ ფარნავაზმა განავრცო ქვეყნის საზღვრები და შემოიმტკიცა ახალი მიწები. ფარნავაზმა შიდა საქმეებსაც გვარიანად მოჰკიდა ხელი და დიდ მცხეთასა და სამეფოს სხვა ქალაქებში ააგო თავდაცვითი ზღუდეები, ციხესიმაგრეები. მცხეთაში ასეთი იყო 4. ფარნავაზმა თავი გამოიჩინა როგორც ბრწყინვალე დიპლომატმა. ზემოთ ვთქვით, რომ ეს იყო ბრწყინვალე სამხედრო სტრატეგი. ახლა კი დიპლომატიურ ფრონტზე გამოიჩინა მან თავი. მან უმოკლეს დროში და მარჯვედ შეძლო ძლავრი საგარეო მოკავშირის სელოკიდების სამეფოს თანადგომობის მოპოვება. ეს იმდენად სწორად გათვლილი ნაბიჯი იყო, რომ კარგა ხანს პლუსად გაჰყვა საქართველოს სახელმწიფოს. მან მაშინ მიღებული აღმოსავლური დიპლომატიური ეტიკეტის სრული დაცვით გააგზავნა საკმაოდ მრავალრიცხოვანი დელეგაცია, დეპუტაცია, მათ გაატანა დიდძალი ძღვენი, ეს აუცილებელი ნიშანი იყო და აუცილებელი ატრიბუტი იყო მაშინდელი დიპლომატიური ვიზიტებისა, დიპლომატიური ვოიაჟებისა და წერილი, რომელშიც ამბობდა სელოკიდების მეფე ანტიოქოს, სთავაზობდა მეგობრობას და ასე შემდეგ და აღიარებდა მას სიუზერენად ფაქტობრივად, რომ შვილად აღიარებდა ანტიოქოსის თავის თავს. ეს დაახლოებით იგივე, რაც ქუჯიმ უთხრა ხათ ფარნავაზს, ხოლო განსხვავება რა თქმა უნდა არის ხარისხში. ანტიოქოსმა შესაბამისად დააფასა ფარნავაზის ეს მშვენიერი ნაბიჯი, სწორად გათვლილი ნაბიჯი, გამოუგზავნა სამეფო გვირგვინი, რა თქმა უნდა ძვენიც გამოატანა, საჩუქრებიც გამოატანა და პლუს ამას წერილი, რომელშიც ეწერა, რომ არმენიისა და სხვა ქვეყნების მმართველები უპირობოდ დამორჩილებოდნენ და შეესრულებინათ საქართველოს მეფის ფარნავაზის ნებას სურვილი. ერთი მნიშვნელოვანი მომენტი კიდევ ფარნავაზმა მოხერხებულად და ძალზედ ასევე მარჯვედ გამოიყენა დინასტიური ქორწინების ფენომენიც. დინასტიური ქორწინება მოგეხსენებათ, ადათ-ბაბადან მოდის სოფლიოს ყველა ქვეყანაში, სამეფო დინასტიები ერთმანეთთან დებენ საქორწინო ხელშეკრულებას მსგავს და ეს არავისთვის გასაკვირი არ იქნებოდა. არც ჩვენ შემთხვევაში. ფარნავაზმა ქუჯის მიათხოვა ერთი და ფაქტობრივად ეგრისის დედოფალი გახდა მისი და ხოლო მეორე და ალანიის მეფეს მიათხოვა, ანუ ალანიის დედოფალიც გახდა ფარნავაზის და. ამით მან შემოიმტკიცა ჩრდილოეთის საზღვრები, დაიცვა ქვეყანა მომთაბარე ტომების თარეშისაგან. ფარნავაზის რეფორმებიდან კიდევ ერთი მნიშვნელოვანი იყო სახელმწიფოს ადმინისტრაციული მოწყობა. ეს ყოველთვის რთული საკითხია. ბევრი ქვეყანა მას უნდება აწლეულების მანძილზე ვერ ახერხებს უბრალოდ გრძელდება ზოგან შეიძლება საუკუნეების მანძილზეც კი და გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული ხშირ შემთხვევაში გადაუჭრელ სირთულეებთან რაც არც თუ იშვიათად კონფლიქტებსაც იწვევს ხოლმე. ფარნავაზმა ქვეყანა დაყო 8 საერისთავოდ და შიდა ქართლი გამოაცხადა სასასპეტოდ, ანუ ფაქტობრივად მეფის ხელისუფლებას დაუქვემდებარება შიდა ქართლი, მეფის ხელისუფლება მართავდა შიდა ქართლს. მასვე ეკუთვნის საეკლესიო რეფორმა, რომელიც ერთიან სისტემად ჩამოყალიბა. ამის შესახებ, როგორც ვთქვი, შესაბამის ნაკვეთებში მექნება საუბარი. ფარნავაზმა უბრწყინვალესად გაატარა კიდევ ერთი ძალზედ მნიშვნელოვანი რეფორმა. ეს იყო სახელმწიფო ენად ქართულის გამოცხადება და ჩვენი მემატიანე სიამაყით აცხადებს და არ გაიზრახებოდა ქართლსა შინა თვინიერ ქართულისა. ანუ სხვა ენა აღარ იზრახებოდა ქართულის გარდა. არადა ქართლის ცხოვრებაშივე მეფეთის ცხოვრებაში ლევონტი მროველისა ნათქვამია ადრე
ამბების მოყოლისას, რომ იზრახებოდა ქართულ საშინა 6 ენა და ჩამოთვლილი ეს 6 ენა, მათ შორის ერთ-ერთი ქართული. აი ამ 6 ენის სანაცვლოდ ყველა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში, როდესაც საქმე ეხებოდა სახელმწიფო ურთიერთობებს, სახელმწიფო ინსტიტუციებთან ურთიერთობებს და ასე შემდეგ, სასწავლო პროცესს თუნდაც ჯარში მიმდინარე პროცესებს იყენებდა მხოლოდ ქართულ ენას. საკუთარ ენას კი იყენებდა შიდა მოხმარებისათვის. იგივე ანბანი, რომელზეც წერია, რომ შექმნა ენა, ანბანი ქართული შექმნაო მანო, ეს თემა სადავო, ზოგი მკვლევარი ფიქრობს, რომ მან შექმნა ორიგინალური ანბანი, ზოგი ფიქრობს, რომ ეს არის რაღაცა, ვთქვათ, არამეული საფუძველზე ანბანის შექმნა და ასე შემდეგ. ეს კი სხვა თემა და სხვა გადაცემების სასაუბრო თემად შეიძლება ჩავთვალოთ. ლეონტი მროველის ინფორმაციით, ქართველმა ხალხმა სათანადო დააფასა ვაწმოსილი მეფის ქმედებანი. 27 წლის ახალგაზრდა კაცი ავიდა სამეფო ტახტზე, იმეფა 60 წელზე მეტი, სხვადასხვა ვარიანტებია, 65, 66, 67, 63 და ასე შემდეგ. ყოველ შემთხვევაში ნახევარ საუკუნეზე მეტი იმეფა ისე, რომ ხინჯად ქართველ ხალხს, ქართველ ერს, შთამომავლობას არაფერი არ დაუტოვა. აი როგორ შეამკეს ქართველებმა, რა სიტყვებით შეამკეს ქართველებმა მეფე ფარნავაზი. ვმადლობთ სუესა ჩვენსა, ანუ ბედსა ჩვენსა ვმადლობთო, რამე თუ მოგცა ჩვენ მეფე ნათესავთაგანი მამათო ჩვენთასა და მოგვაშორა ხარკი და ჭირი უცხონათსავთაგანი. და ესე ყოველი აღასრულა ფარნავას სიბრძნითა და სიქმელითა, სიმხნითა და სიმდიდრითა. როგორც პროფესორი გრანი ქავთარია წერდა, მეფის ღვაწლის მსგავსი შეფასება შეშურდებოდა ძველი აღმოსავლეთის მონარქების ცნობილ პანეგირიკოსებსაც კი. და კიდევ ერთი, ვიდრე დავასრულებ და გეტყვით. ფარნავაზმა და მისმა მსგავსმა მეფეებმა, თქვათ, ფარსმან-ქველმა, ამაზასმა და ასე შემდეგ, სიჭარმაგეში მოიმკეს ქართველთა სიყვარული. ანუ ჯერ ქვეყანა აშენეს და შემდეგ დაიწყეს ნებურობა, განცხრომა ამ სიკეთით. კარგად ზანდებოდეთ, დიდი მადლობა. საქართველოს ტერიტორიაზე რომ უძველესი დროიდან ცხოვრობენ ადამიანები, ადასტურებს დმანისში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრები. გაეცანით საქართველოს უცნობ და მისტიურ ისტორიასთან დაკავშირებით ისტორიკოსების, მკვლევრებისა და მეცნიერთა მოსაზრებებს არქეოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორ თეიმურაზ ბიბილურის საავტორო გადაცემაში ქართული ფესვები. სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე ყოველ ორშაბათს დღის 11 საათზე და განმეორებით პარასკევს საღამოს 11 საათზე. ქართული ფესვები.